დიდი ხანი მეგონა რომ პრობლემა мотиваციაში მქონდა. რომ მეტი мотиваცია მჭირდებოდა, მაგრამ ერთ რაღაცას მივხვდი. мотиваცია მოდის და მიდის. ბევრი რამ დამიწყე ცხოვრებაში. ვერ გავაგრძელებ ბევრი ვერა. ყოველ ჯერზე თავიდან ძალიან მოტივირებული ვიყავი, ვუყურებდი ვიდეოებს, ვაკეთებდი გეგმებს, ვამბობდი, ახლა ნამდვილად შევძლებ. მაგრამ მერე მოდიოდა ჩვეულებრივი დღეები, დაახლა საქმეები, პრობლემები. დღეები, როცა საერთოდ არაფრის კეთება არ გინდა. და ზუსტად აქ მივხვდი ერთ რამეს. თუ მხოლოდ мотиваციას დაელოდები, ძალიან ხშირად გაჩერდები. დისციპლინა ჩემთვის არ ნიშნავს ყოველ დღე იდეალურად ყოფნას, არც იმას, რომ ყოველთვის გინდოდეს რაღაცის გაკეთება. უფრო ნიშნავს გააკეთო პატარა ნაბიჯი მაინც, როცა საერთოდ არაფრის გაკეთება არ გინდა. სიმართლე რომ ვთქვა, მეც ჯერ კიდევ ვსწავლობ ამას. დღესაც მიჭირს ხოლმე რაღაცებს და ზუსტად ბოლომდე ვერ მიყავს. მაგრამ ახლა ერთი განსხვავებაა. აღარ ველოდები мотиваციას, რომ დავიწყო. შენ რას უფრო ეყრდნობი, мотиваციას თუ დისციპლინას? და რა არის ის, რაც ყველაზე ხშირად გაჩერებს? დაამჯერა კომენტარებში.